რას დავიდი, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. თუ აქამდე არ მოგიწონებიათ, ან აქამდე მით უმეტეს არ გამოგიწერიათ, აუცილებლად მოიწონეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. არჩევანი დიდი გაქვთ. ხოცებს თუ რამე აქვს დაწყობილი დეზინფორმაციის მანქანაა. იტყვევიან ყოველ ნაბიჯზე, ურცხვად და თავხედურად. და სამწუხაროდ, დრო და რესურსი არავის აქვს, რომ ყველაფერზე მისდიოს და უპასუხოს. ოღონდ არის ისეთი ტყუილები, რასაც ვერ გაატარებ. მე ვერ გავატარებ. ამჯერად ნამდვილად ვერ გავატარებ ამას. საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის რომ აღადგინოს უკრაინა და ფიქრობენ ახლა იქ რუსეთს რა წაართვან, იქ ფიზიკურ პირებს რა წაართვან, იქ აბრამოვიჩზე იყო საუბარი, ასე შემდეგ, აქეთ-იქით იყურებიან თავისი ფულის დახარჯვა ხო არ უნდა. 13 წამში ერთმა პროჭორილელმა იმდენი ტყუილი დაახვევა, დათვლაც კი დროს მოითხოვს. მას ასე ძირითადი ტყუილი ჩონჩხი ამ პროპაგანდის. ბრიუსელი ანუ ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად თავისას არაფერს ხარჯავსო. ახლა კი სინამდვილეში რა ხდება? ევროკავშირს უკრაინისთვის დღეისათვის დახარჯული აქვს 330 მილიარდ ევროზე მეტი. ვინც დოლარით ანგარის უფრო მიჩვეული ხართ, თითქმის 400 მილიარდი დოლარი. აქედან დაახლოებით ნახევარი დაიხარჯა უკრაინულ ტოლვილებზე ევროპულ ქვეყნებში. მათ დაბინავებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, დაზღვევაზე, შემწეობაზე, სწავლაზე, დასაქმებაზე. ასევე ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულებზე, უკრაინის შიგნით. მეორე ნახევარი კი ცოტა მეტიც 178 მილიარდი euро, ანუ 210 მილიარდი დოლარი დაიხარჯა უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე. იარაღისა და ტექნიკის მიწოდებაზე, წვრთნაზე, საწვავზე და ასე შემდეგ. ამ თანხაში არ შედის კერძო, ანუ ბიზნესის ინიციატივა. როგორიცაა გერმანული რაინმეტალის ჭურვებისა და ჯავშან ტექნიკის ახალი ქარხნები უკრაინაში, პოლონეთში, ლიეტუვაში, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაზე მუშაობენ და უკრაინულ არმიას ამარაგებენ. არ შედის ქარხანა დანიაში, რომელიც აწარმოებს საწვავს უკრაინის დრონებისთვის და ბევრი სხვა რამ არ შედის. აი აქ აცხრილი, ვინ რამდენი ტანკი გადასცა და კიდევ რამდენს აპირებს ახლო მომავალში, რამდენი ჯავშან ტრანსპორტიორი, რამდენი ჰაუბიცა, რამდენი სარაკეტო სისტემა, რამდენი საჰაერო თავდაცვის საზეინტო სისტემა. გარდა ამისა არის თვითმფრინავები და ვერტმფრენები, რომლებიც ამ ცხრილებში არ მოხვდა და ასევე კიდევ ბევრი სხვა რამ. აი ამაზე 400 მილიარდ დოლარზე ამბობს ეს. საკუთარ ფულს არ ხარჯავენ. ახლა ვინ რამდენს ხარჯავს კონკრეტულად? მოკლედ, 2022 წლის თებერვლიდან 25 წლის აგვისტომდე. უფრო ახალი მონაცემები არ არსებობს. გერმანია 38 მილიარდ 200 მილიონი ევრო, საფრანგეთი 21 მილიარდი ევრო, ანუ 25 მილიარდი დოლარი. გაერთიანებული სამეფო 19 მილიარდი ევრო, ანუ 24 მილიარდი დოლარი. ნიდერლანდები 13 მილიარდი, იტალია 12.5 მილიარდი. შესაბამისად 15 და 14.5 მილიარდი დოლარი. აი ამაზე ამბობს ეს. საკუთარ ფულს არ ხარჯავენ. ახლა კი ხარჯი წილობრივად. საერთო ეროვნულ ეკონომიკაში ეს თანხები რეალურად ძალიან დიდი, ცოტაა. გერმანიისთვის მაგალითად მთლიანი შიდა პროდუქტის 0.6%-ია. ბალტიისა და ნორდიკული სახელმწიფოები კი, განსაკუთრებით უკვე ნახსენები დანია, საკუთარ ეკონომიკასთან შედარებით ამ გაღებული თანხებით ჩემპიონები არიან. მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 და 3%-მდე ხარჯავენ უკრაინაზე. და ამაზე ამბობს ეს. საკუთარ ფულს არ ხარჯავენ. აი ეს ამბობს, რომლის მთელი სამუშაო ბორია რუსის ქონების გადარჩენაზე ზრუნაა. კანონების მიღება ხელოვნების ნიმუშის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ წინა საღამოს, როცა მეორე დილით თბილისში თვითმფრინავი უნდა დაეშვას და ბორიასთვის მილიარდი დოლარის ნახატები უნდა ჩამოიტანოს ლონდონიდან. და რამდენი კიდევ ასეთი. აგერ ორი დღის წინ ოქროს ზოდების შეპუტანის გათავისუფლება გადასახადიდან. ხო, აი ეს ამბობს უკრაინისთვის ფული ენანებად საკუთარიო და ფიზიკურ პირებს ახევენ. Today we approved a decision to provide 90 billion euros to Ukraine for the next 2 years. გაიგებდა შალვაპოც, რომ ახლა უკანასკნელ სამიძე ევროკავშირმა უკრაინისთვის კიდევ 90 მილიარდი ევრო დაამტკიცა. უბრალოდ ამას ხმამაღლა ახლა არ იტყვის. We made it. We have secured an agreement that we can deliver on the financing needs for Ukraine. ახლა იმ ფიზიკურ პირებზე ვიზეც ამ გული თურმე ასე შესტკივა. თვითონ აბრამოვიჩი დაასახელა და იმედი ჰქონდა, რომ ქოცამომრჩეველს მორიგ რუსი ოლიგარქზე რაღაცა ცრემლი ჩაუდგებოდა თვალში. რომან აბრამოვიჩი მოგეხსენებათ პუტინის პირველი უახლოესი წრის ნაწილია. თავის დროზე სწორად გათვალეს და რუსული ბიზნესის გასათეთრებლად მას ლონდონელთა საფიცარი ჩელსის კლუბი აყიდინეს.
ჩელსიში მან ბევრი ფული ჩადო და ამ ფულმა მერე ბევრი თასიც მოიტანა. ბოლო თასი იყო 2022 წლის თებერვალში, დიდომამდე 10 დღით ადრე აბრამოვიჩისთვის. მაგრამ გავარდა ტყვია და აბრამოვიჩი აღმოჩნდა პირველი, ვინც მოხვდა ევროკავშირისა და ბრიტანულ სანქციებში. დაუყადაღეს ყველაფერი, რაზეც მიწვდნენ. ასე დაედო ყადაღა ჩელსისაც, რომელსაც აღარ ქონდა აღარც ბილეთის გაყიდვის, აღარც თამაშებზე სიარულის, არაფრის თანხა. აბრამოვიჩი დათანხმდა, კლუბი გაეყიდა, რათა გადაერჩინა. მართლაც გაყიდა და მას შემდეგ 2.5 მილიარდი გირვანკა სტერლინგი, ანუ 3 მილიარდ 360 მილიონი დოლარი საბანკო ანგარიშზეა გაყინული ბრიტანეთში. ახლა აბრამოვიჩი აცხადებს, რომ თავდაპირველი შეთანხმებით ამ გაყიდვით მიღებული მთელი თანხა უკრაინის ომით დაზარალებულების დასახმარებლად უნდა გამოიყენებინა. ბრიტანეთის მთავრობა კი აზუსტებს, დიახ, ოღონდ დაზარალებულებში მხოლოდ უკრაინელები იგულისხმებიან და არა მაგალითად ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის SVO-ს ინვალიდი რუსი სალდათებიო, რომლებიც ფართო გაგებით დიახ, ასევე დაზარალდნენ უკრაინაში. აბრამოვიჩს ეს განმარტება როგორც ჩანს არ მოსწონს. ეტყობა რაღაც სხვა გეგმები აქვს, ან ჰქონდა და ეს არ ემთხვევა ბრიტანეთის გეგმებს. დღეს ბატონო სპიკერო, შემიძლია გამოვაცხადო, რომ გავცემთ ლიცენზიას ჩელსის საფეხბურთო კლუბის გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი ფუნტის გადარიცხვის შესახებ. აღნიშნული თანხა 2022 წლიდან გაყინულია. ჩემი გზავნილი ჩელსის ყოფილი მფლობელის, რომან აბრამოვიჩის მიმართ ნათელია. დრო გადის, პატივი ეცით თქვენს მიერ აღებულ ვალდებულებას და გადაიხადეთ ახლავე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ სასამართლოს მივმართოთ, რათა ყოველი პენი მივიდეს იმ ადამიანებთან, ვისი სიცოცხლეც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკანონო ომმა დაანგრია. ბრიტანეთის პრემიერმა სტარმერმა პუტინის ოლიგარქს ულტიმატუმი 4 შაბათს ჩაუხტო. 5 შაბათს დილით კი პაპუაშვილმა თბილისში სასწრაფო ბრიფინგი მოიწვია. ასეა. ქოცებს რუსის ოლიგარქების გასაჭირზე სისხლიანი ძრემლი უკვე გაჭინთვის გარეშე მოსდით. გინდ ივანაშვილი იყოს, გინდ ევტუშენკოვი და გინდ აბრამოვიჩი. ეს იყო ვაში გადაცემა სპეციალური გამოშვებით. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.